2013 წლისთვის საქართველოში 10 სათხილამურო ტრასა უნდა ფუნქციონირებდეს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უკვე მიმდინარეობს. გუდაურის, ბაკურიანის და სვანეთის გარდა სათხილამურო კურორტებს აჭარის მაღალმთიანი რეგიონებით შეემატება, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. უკვე დაიწყო სამთო სათხილამურო სკოლების ჩამოყალიბებაც. როგორც იცით, შავი ზღვის კურორტებიც არის მესტიის ზონა, ასევე ბაკურიანი, გუდაური და ბევრი სხვა. მინდა გითხრათ, რომ ამაზე ყველაფერზე მუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ტურიზმის სექტორში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამუშაო ადგილები, შეგვიძლია შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესები. სათხილამურო ტრასებს სჭირდება საკმაოდ დიდი რაოდენობით ინვესტიციები და ამ მომენტში ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა სახელმწიფო, მაგრამ ინვესტორები უნდა შემოვიდეს და განვითარონ ასეთი ტრასები.